უკვე მესამე თავდასხმა პრეზიდენტ ტრამპზე, მედია ვახშამზე, სასტუმრო ჰილტონში 2600 სტუმრის თანდასწრებით. ისინი არ ესხმიან თავს, ვინც არაფერს აკეთებს, რადგან სწორედ ეს უნდათ, რომ არაფერი აკეთო. ჩვენ კი ეს ქვეყანა შევცვალეთ და მათ ეს არ მოსწონთ. ვინი გულისხმა მათში თავდასხმიდან რამდენიმე წუთში. ცხადია ვისი მხილებითაც ქვეყნის შეცვლა დაიწყო. რადიკალი ლიბერალები, USAID, Deep State-ის აგენტები, ისინი ვინც პრეზიდენტობის პირველივე დღეს ოფისებიდან გაყარა. USAID-ს რადიკალი გიჟები მართავდნენ და ჩვენ ისინი გავყარეთ. რევოლუციების, ომებისა თუ LGBT პროპაგანდის მესვეურები ვაშინგტონიდან კი დაითხოვეს, თუმცა მისია მათ ბრიუსელიდან განაგრძეს. უკრაინაში ომი, რევოლუციები, LGBT პროპაგანდა და მედიის ცენზურაც. ევროკავშირის პროპაგანდის მანქანა გაშიფრულია. უმძიმესი მხილება იტალიურმა ჟურნალმა MCC-მ გამოაქვეყნა. აჩვენა, რომ ბრიუსელი ტყუის, როდესაც NGO-ების დაფინანსებას დემოკრატია დასაღებს. სინამდვილეში მათ მთავრობებზე ზეწოლის ბერკეტად იღენებს. თომას ფაზი ამ კვლევის ავტორია ჩვენთან. Trump's decision to freeze the funding of USAID. მხილებას ბიძგი ტრამპმა მისცა, როდესაც USAID-ის საბუთები გაასაჯაროვა. აშკარა გახდა, რომ მილიარდები პროპაგანდასა და მთავრობების დამხობას ხმარდებოდა. ზუსტად იმავეს აკეთებდა ევროკომისიაც. უფრო მეტიც, ტრამპის მიერ დაბლოკილი პროექტების ნაწილი მან გადაიბარა. Does that mean is the EU's ანუ relationship ბრიუსელიც Deep State-ია, ინსტიტუტი, რომელიც ხალხს არ აურჩევია, მაგრამ მეტი ძალაუფლება აქვს, ვიდრე ხალხის რჩეულ ხელისუფლებას. და თუ არ დაემორჩილა, ჩამოაგდებს? Absolutely. I mean it's pretty clear. დიახ, ზუსტად ასეა. და ამისთვის ინსტრუმენტად NGO-ებს იყენებს, საკუთარ აგენტებს, რომლებიც თავისივე ხალხის წინააღმდეგ მოქმედებენ. ეს მექანიზმი საქართველოს გადატრიალების 5 მცდელობის სახით უკვე იხილა და მოიგერია. ისევე როგორც სერბეთმა, სლოვაკეთმა და სხვებმაც. თუმცა მექანიზმი იხვეწება და მოგერიებაც რთულდება. 14 წლიანი ბრძოლის შემდეგ უნგრეთი და ვიქტორ ორბანი დაეცა. Elections in Hungary are a classic example. უნგრეთის არჩევნებიც ფერადი რევოლუცია იყო, თუმცა მაიდნის სპეცეფექტების გარეშე. NGO-ები და სოროსი მას დიდი ხანია ამზადებდნენ. პირველი ეტაპი ლიდერის დემონიზება იყო და ორბანსაც კრემლის აგენტის იარლიყი მიაწევეს. ჭორების გავრცელებაში ცხადია ბრიუსელის დაფინანსებული მედიაც ჩაერთო. მათ შორის ყველა ქვეყანაში, ყველა ენაზე. გავრცელდა ცნობები, რომ ვიქტორ ორბანის ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით კრემლთან დაახლოებული ჯგუფები ბუდაპეშტში რუსეთის საელჩოსთან თანამშრომლობენ. ვინ გაავრცელა ცნობები? ევრონიუსის დამფინანსებელმა. და ეს შეკრული წრეა, რასაც ჩასძახებს ბრიუსელი თავის მედიას, იმასვე ამოიძახებენ ერთხმად, ისევე როგორც NGO-ები. Around Orban. მას შემდეგ, რაც ორბანს კრემლის აგენტობა გამოუცხადეს, ევროკომისიამ უნგრეთს კუთვნილი 18 მილიარდი ევროც გაუყინა. შემდეგ კი თვეში მილიონის ჯარიმაც დააკისრა. ჩვენ მიერ დაწუნებული ანტი-LGBT კანონი რატომ არ გააუქმეო? უნგრეთი მძიმე ეკონომიკურ წნეხში მოაქცია. ეს კანონი, რომელიც თავისი არსით ქართულს გავს და ბავშვებს LGBT პროპაგანდისგან იცავს, უნგრეთმა 2021-ში მიიღო და იმ დღიდან მოყოლებული ორბანი ბრიუსელის მკაფიო სამიზნედ იქცა. უნგრეთი თვლიდა, რომ ამით ის თავის მომავალ თაობას მოზარდებს ძალიან სახიფათო მოვლენებისგან იცავდა. მაგრამ ეს არ შედიოდა ევრობიუროკრატიის და ბრიუსელის გეგმებში. მხოლოდ ამ კანონის ირგვლივ ბრიუსელმა უნგრეთს უკვე წლების განმავლობაში დაუბლოკა ასობით მილიონი ევროს სუბსიდია. ჩვენ დღეს ვხედავთ ევროკავშირის გაცხადებულ პოლიტიკას, რომელიც მთლიანად ეყრდნობა LGBT პროპაგანდას და მიზნად ისახავს, რომ ყველა ტრადიციული რელიგიის, მათ შორის ქრისტიანობის ჩანაცვლება მოხდეს LGBT იდეოლოგიით. უნგრეთი წინააღმდგა ამ მცდელობას და სწორედ ამის გამო ის არაერთხელ გახდა ბრიუსელის შეტევის ადრესატი. რაში სჭირდება ეს Deep States, ანუ მსოფლიო ფინანსურ ოლიგარქიას, უმსხვილეს ბანკებსა და სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსს. იმიტომ, რომ ფესვებს მოწყვეტილი, უსქესო და უსამშობლო მასა, რომელიც თან არ მრავლდება, ადვილი სამართავია. როგორც ამას დისტოპისტები აღწერენ. მათ შორის ორუელი თავის 1984-ში. სურთ შექმნან ჰიბრიდული მოქალაქეები, რომლებიც არიან
უსამშობლოები, იდენტობის გარეშე, ფასეულობების და ღირებულებების გარეშე და აქ მთავარი თურმე ყოფილა, რომ სექსუალური უმცირესობა უნდა იყოს უმრავლესობაზე ბატონი და პატრონი და პროპაგანდისტი. ისმის იმას ეთანხმება, რომ სკოლებში LGBT პროპაგანდა შეიძლება იყოს და მამაკაცი შეიძლება დააორსულოს. იმას რა ღირსებაზე აღარაფერი აღარ ჭირდება. ხოლმე ვისაც ჩაგაბარებს და თვითონ ხო ჩაბარებულია და ჩაბარებულია. ეს არის გარყვნილების დოქტრინა, რომელიც დიდი ხანია უკვე საფუძვლად უდევს იმ გაერთიანებას, რომელიც როდესღაც ევროკავშირი იყო, ეხლა ეს ბორუტების კავშირია, ცალსახად, მაგას ლაპარაკი არ უნდა. ეს არ არის პირველი მცდელობა, როდესაც გარკვეული ძალები ღმერთის წინააღმდეგ წასვლას აპირებენ. უნგრეთის არჩევნები ამ გლობალური ომის ერთ ეპიზოდად იქცა. დამატებით ძალად ფრონტზე ზელენსკიც გამოიყვანეს, რომელმაც არჩევნების წინ უნგრეთს რუსული ნავთობი გადაუკეთა და მის ეკონომიკას დამატებითი დარტყმა მიაყენა. It's just that they are killing us. რუსები გვესურიან და ჩვენ რუსული ნავთობი უნდა მივაწოდოთ ორბანს? რატომ? თან ამ ნავთობის გარეშე ის არჩევნებს ვერ მოიგებს. ასე რომ მილსადენს არ გავხსნით. ეს ჩემი პოზიციაა. ზელენსკი მილსადენით გვაშანტაჟებს. ბრიუსელი ლიბერალური კანონებით გვაიძულებს მის პოლიტიკურ თამაშში ჩართვას. მაგრამ რუსული ნავთობი უნგრეთისთვის საარსებოდ არის მნიშვნელოვანი. ამიტომ რუსეთთან მათ პოლიტიკურ თამაშში ჩვენ ვერ ჩავერთვებით. ჩვენ ამაში არ ჩავებმებით. უარს ვამბობთ გავგზავნოთ უკრაინაში სამხედროები ან იარაღი, რადგან მერე ჩვენ გავხდებით რუსეთის სამიზნე. ორბანმა უკრაინას დახმარების პაკეტი დაუბლოკა და სანაცვლოდ ნავთობსადენის გახსნა მოსთხოვა. ამ დავაში ბრიუსელს წესით წევრი ქვეყნის უნგრეთის ინტერესები უნდა დაეცვა და უკრაინას საბოტაჟისთვის დაესაჯა. თუმცა ზელენსკის მხოლოდ ტაში დაუკრა, როდესაც მან თავი ტყუილით იმართლა. მილსადენი ჩვენ არ გაგვიფუჭებია, ის რუსეთმა ააფეთქა. ორბანი კი ამის მიუხედავად რუსეთის საქმეს აკეთებს და ჩვენ ფულს გვიბლოკავს. ტყუილის პასუხად უნგრეთმა ნავთობსადენის ინსპექტირება მოითხოვა, მაგრამ ბრიუსელმა ხმის ამოღების უფლება არ მისცა. მე ვუბიძგებ ორბანს დაუყოვნებლივ შეწყვეტოს წინააღმდეგობა და ვეტო მოხსნას 90 მილიარდის ცეცხლს. ევროკომისიამ კი ვეტოს დაძლევის გზა მოძებნოს, თორემ ასე ყველა შეძლებს ჩვენს დაშანტაჟებას. ყველა ძალა და რესურსი ბრიუსელმა ორბანის წინააღმდეგ მიმართა. მათ შორის არჩევნებში ორბანის ოპონენტის, მადიარის კამპანიაც. Viktor Orban პეტერ მადიარმა ორბანს ბრალი დასდო, რომ სლოვაკეთში არჩევნებისას არალეგალი მიგრანტები ჩვენს დასახმარებლად საზღვართან მორეკა. მე დაურეკე მადიარს და განმარტება მოვთხოვე, რაზეც მიპასუხა, არჩევნების მერე გეტყვიო. აშკარაა, რომ განზრახ მოიტყუა. ბრიუსელს კი რეაქცია არ ქონია. უფრო მკაფიო მინიშნება სლოვაკეთის პრემიერს არ გაუკეთებია. ის თავადაც ბრიუსელის სამიზნეა. სამაგიეროდ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი კაფიო შეფასებას არ მორიდებია. ის, რასაც ამ არჩევნებზე ვხედავთ, ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევის უმძიმესი მაგალითია, როგორიც არსად მინახავს და არც გამიგია. უნგრეთის ეკონომიკის დასანგრევად ევრობიუროკრატებმა ყველაფერი გააკეთეს. დაუნგრიეს ენერგოდამოუკიდებლობა. გამიზნულად გაუძვირეს უნგრელებს ცხოვრება და ეს ყველაფერი ვიქტორ ორბანის ჩამოსაგდებად, რომელიც პრეზიდენტ ტრამპთან ერთად დასავლურ ცივილიზაციას იცავს. ევროკავშირი გახდა მძევალი აი ამ საკუთარი იდეოლოგიის, რომლის უკან რეალურად არის deep state-ი, რომლის ინტერესებშიც შედის ევროკავშირის მაქსიმალური დასუსტება. იმისთვის, რომ ადრე თუ გვიან გაკოტრებული ევროკავშირი, საკუთარ ფესვებს მოწყვეტილი ევროკავშირი, უბრალოდ დაუქვემდებაროს საკუთარ ოლიგარქიული ოჯახების, კლანების მმართველობას. ის, რომ უნგრული არჩევნები deep state-თან ბრძოლად იქცა, არც ორბანს დაუმალავს და თავის რეალურ ოპონენტად ბრიუსელის საჯაროდ გამოაცხადა. ჩვენი მოწინააღმდეგე ამ არჩევნებში ბრიუსელია და სწორედ მის წინააღმდეგ გჭირდება გამარჯვება. თუმცა მის ხელშია ფული, რომელსაც არ აძლევენ უნგრეთს. ჩვენს ფულს აძლევენ უკრაინას. ჩვენ კი ეკონომიკურ კრიზისს გვიქმნიან. ამ ფონზე ბრიუსელი ჩვენი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 2 მილიარდს გვაჭრის და უფრო მეტსაც ითხოვენ. რატომ? იმიტომ რომ თურმე უკრაინას იარაღისთვის 800 მილიარდი სჭირდება. 12 წელია უნგრეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ბრიუსელის ძალისხმევით ეკონომიკურად ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა და დიდწილად ბრიუსელის ფინანსურ მოწყალებაზეა დამოკიდებული. After joining the European Union,
როდესაც უნგრეთი ევროკავშირში შევიდა, წინწასული მრეწველობა და აგროწარმოება ჰქონდა. თუმცა ევრორეგულაციებით ორივე დაათმობინეს. ბრიუსელის პოლიტიკაა, რომ ახალი წევრები გერებივით უნდა იყვნენ და გაბატონებულ ქვეყნებს კონკურენცია არ გაუწიონ. იგივე დამართეს ბულგარეთსა და რუმინეთს. თანაც ეკონომიკურად სუსტი ქვეყნის დამორჩილება უფრო ადვილია, მათ შორის არჩევნებზე ზეგავლენის საშუალებით. We have clear goals, clear plans. ამ არჩევნებში ჩვენი ამოცანა ბრიუსელის ადმინისტრაციის დამარცხება. ჩვენ უნდა დავიპყროთ და გარდავქმნათ ბრიუსელის ევრობიუროკრატია. თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. იმის მიუხედავად ორბანს ამ ომში ტრამპს გარდა ევროპის ყველა კონსერვატორიც დაუდგა. En Europe, la Hongrie est devenue un emblème. ბოლო წლებია უნგრეთის სუვერენულ ერთაწინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა და ეს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ლიდერობის შედეგია. Sous l'impulsion d'un Premier ministre, Viktor Orban, dont l'intelligence, le courage et la vision font un dirigeant d'exception. Vive la Hongrie de Viktor Orban! Vive le Fidesz! Vive l'Europe des nations! È meglio Victor! Evviva il voto libero! უნგრელი ხალხი ირჩევს ვიქტორ ორბანს, იმიტომ რომ თავისუფლება უფრო მეტია, ვიდრე სოროსის მილიარდები ან ზელენსკის მუქარა. თუმცა პროპაგანდაზე დახარჯულმა მილიონებმა და ბრიუსელისგან აღთქმულმა მილიარდებმა არჩევნების სასტორის სხვა მხარეს გადახარა. The leaders of those administrations იდეოლოგიური მუშაობა მიდიოდა უნგრეთის ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან, რაც მოიცავდა მოქრთამოას, შანტაჟს, ყველაფერს. ამიტომაც იყო, რომ პროპორციულ არჩევნებში ორბანმა გაიმარჯვა, ხოლო მაჟორიტარულ არჩევნებში ყველა ოლქი წააგო. ყველაფერი წინასწარ იყო გათვლილი და ორგანიზებული. და ეს არჩევნების მეორე დღესვე გამოჩნდა, როდესაც ზელენსკიმ რუსეთის მიერ აფეთქებული მილსადენი სასწაულებრივად მყისიერ გახსნა. სანაცვლოდ კი 90 მილიარდს ვეტო მოეხსნა. ორბანის მარცხს და უნგრეთის ვეტოს დაძლევას ბრიუსელში დიდი სიხარული მოჰყვა. As soon as the elections are over, როგორც კი არჩევნებში მიიღეს, რაც სურდათ, მეორე დღესვე დრუჟბას მილსადენი გახსნეს და მადიარიც ხომ იმავე საცხადებდა. როგორც კი ორბანი წავა, გაგვიხსნიან ყველაფერსო. თუმცა საქმე არც ასე მარტივად არის. უნგრეთის 18 მილიარდი ევრო ბრიუსელს ახლა მადიარზე ზეწოლისთვის სჭირდება. მათ შორის უნგრეთში LGBT დოქტრინის დასამკვიდრებლად. მადიარს სასამართლოს განჩინება უკვე ჩაბარდა. LGBT პროპაგანდისგან ბავშვების დაცვა უნდა გაუქმდესო. ევროკრატია, რომელიც კბილებით იცავს ამ LGBT კანონმდებლობას და პროპაგანდას, ახლა უნგრეთის კარზეც მიაკაკუნა, იმიტომ რომ არ არის ვიქტორ ორბანის ხელისუფლება უკვე ძალაუფლებაში და შესაბამისად სურთ ამ კანონის გაუქმება. დამტკიცდა, რომ უნგრეთი არღვევს ევროკავშირის ფუძემდებლურ ფასეულობას და ეს კანონი უნდა გაიწვიოს. მადიარის დასტურს ამ კანონის გაუქმებაზე NGO-ები წინასწარ საზეიმოდ აღნიშნავენ. არადა მოქმედი კანონით LGBT სიმბოლიკის მასობრივი დემონსტრირება უნგრეთში აკრძალულია. როგორც ჩანს, აღარ და ჩანს ბავშვებზე წვდომაც მალე გაეხსნებათ. უნგრეთმა გადაწყვიტა უკვე ეს აირჩია ლიდერი, რომელიც ჯერ ძალაუფლებაში არ შესულა ფორმალურად და დაეთანხმა ბრიუსელს იმაში, რომ LGBT პროპაგანდაზე წვდომა ექნებათ ბავშვებს. შემდეგი რიგში სავარაუდოდ სლოვაკეთისა და პოლონეთის ლიდერები იქნებიან, რომლებიც აქამდე LGBT პროპაგანდისგან ბავშვების დაცვას სხვა დათმობების ხარჯზე ახერხებდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც ბრიუსელმა უმთავრეს ღირებულებად LGBT დოქტრინა გამოაცხადა, ბავშვების დათმობაც მოუწევთ. პოლონეთი, რომელიც ასევე იყო წინააღმდეგობაში ბრიუსელთან ამ მიმართულებით, მათ უკვე გადაადგმევინეს სამწუხაროდ კონკრეტული ნაბიჯები და ქორწინების მოწმობაში აღარ ჩაიწერება ქალი და მამაკაცი, არამედ ჩაიწერება მეუღლე ნომერი 1, მეუღლე ნომერი 2. ეს არის ის პირველი ნაბიჯი, რითიც ესე ვთქვათ პოლონეთს აიძულებენო საბოლოო ჯამში მივიდეს ერთნაირსქესიანთა ქორწინების სრულ ლეგალიზაციამდე. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეროვნულ დონეზე არც სახელმწიფოს არც ხალხს ეს არ უნდა იგივე იყო მაგალითად პოლონეთთან მიმართებაში, როცა მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით დაკრძალულია ერთნაირსქესიანთა ქორწინება, მაინც როგორც პრეცედენტი აქაც ევროსასამართლომ დაავალა
პოლონეთს ამის მიღება და იცით რომ საერთნაირ ქრისტიანთა ქორწინება დარეგისტრირდა, მე ამასთან ყველა ბავშვს დაყვანის უფლება. ასეთი დასკვნის საფუძველს ბრიუსელის რიტორიკაც იძლევა. თუ კი ადრე აცხადებდა, რომ შიდა მოწყობა და სოციალური პოლიტიკა ქვეყნების სუვერენული არჩევანი იყო, ევროკომისიის ახალ სტრატეგიულ დოკუმენტში ასეთი არჩევანი ქვეყნებს აღარ აქვთ. ჩვენს წინ არის ევროკომისიის სტრატეგია 2026-2030, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი 2030 წლისთვის უნდა იყოს ის გაერთიანება, სადაც ბავშვებში სქესის შეცვლა იქნება დაკანონებული და უპრობლემოდ ხელმისაწვდომი. ამით გვეუბნება ევროკავშირი, რომ ის ამისკენ მიისწრაფის. და ამ მისწრაფებაზე სწორება კანდიდატ ქვეყნებსაც მოუწევთ. უკრაინაში პროცესი სრული სვლით მიმდინარეობს, ხოლო ბრიუსელსაც რომ დაანახონ, სამხედროები გეი აღლუმებზე გახავთ. ნახეთ, ვიზიარებთ თქვენს მისწრაფებას. ოღონდ ახლა ფული მოგვეცითო. მოვითხოვთ, რომ უკრაინამ LGBT საზოგადოებას თანაბარი უფლებები მიანიჭოს, ხოლო დანარჩენი მსოფლიოსგან უკრაინის უსაფრთხოებას მოვითხოვთ. საჰაერო თავდაცვის სისტემებს ხარკოვისა და ოდესისთვის, ასევე შეტევით იარაღს პუტინთან ბრძოლისთვის. საქართველოს სუვერენულ უფლებას შეინარჩუნოს ეროვნული ფასეულობები, აქამდე ზურგს უნგრეთი უმაგრებდა. ახლა კი ბრიუსელის პირისპირ რჩება. ერთ-ერთი ყველაზე ესეთი კონსერვატული ბასტიონი დაეცა და შემდეგი დარტყმას უნდა ელო საქართველოს. უკვე მთლიანად ესე იგი ევროკავშირის, ევროკომისიის რესურსი უფრო სწორად იქნება მიმართული საქართველოზე. ევროკავშირის ამის უფლება არ აქვს ჩაეროს ქვეყნის სუვერენიტეტში, შიდა საქმეებში, შიდა კანონმდებლობაში, თუმცა სამწუხაროდ სულ უფრო იზრდება წნეხი იმ სახელმწიფოებზე, ვისთვისაც მიუღებელია ასეთი კანონმდებლობა, მაგრამ როგორც უნდა გადაწყვეს. ეს საკითხი უნგრეთში საქართველოს არ აპირებს დაიმორჩილოს ასეთ მოთხოვნებს და ჩვენ არ ვაპირებთ შეცვალოთ ამის კანონმდებლობა. ანტი-LGBT კანონის გაუქმების შემდეგ ბრიუსელი მადიარისგან ქვეყნის სრულ სუვერენიტეტს ითხოვს, პროკურატურაზე, სასამართლოზე, განათლების სისტემასა და მედიაზე სრულ კონტროლს. Yesterday, I consulted with the president of the გუშინ ვესაუბრე ევროკომისიის პრეზიდენტს, რომლის ხელშია უნგრეთის დაფინანსებაზე ბლოკის მოხსნა და სანაცვლოდ მან პირობები დააყენა. კერძოდ, უნგრეთი ევროპული პროკურატურის ოფისს უნდა შეუერთდეს. იგივე ეხება იუსტიციის სისტემას და ასევე უნდა აღვადგინოთ უნგრული მედიის თავისუფლება. ჩვენ დაგვჭირდება კონკრეტული კანონების მიღება, რათა ევროკავშირისგან ჩვენი ფული დავიბრუნოთ. მაგრამ ასე ღიად ქვეყნის საქმეებში ჩარევა, შიდა საქმეებში ჩარევა, რომელსაც ახლა ჩვენ ხედავთ, მიუღებელი უნდა იყოს უნგრეთისთვისაც და ნებისმიერი წევრი სახელმწიფოსგან და დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი სახელმწიფო აიმაგრებს ხმას ევრობიუროკრატიის წინააღმდეგ. უნგრეთი, როგორც ჩანს, ხმას საერთოდ აღარ ამოიღებს, რადგან ურსულა შეკვეთების შესრულება უკვე დაიწყო და პირველ რიგში მედიას უბრუნებს თავისუფლებას. როგორ? აი ასე. პირველი, რასაც ჩვენი მთავრობა გააკეთებს, დახურავს საზოგადოებრივ მაუწყებელს, სანამ იქ BBC სტანდარტებს არ დავამკვიდრებთ. BBC სტანდარტს საქართველოს კამიტის ისტორიით იცნობს, როდესაც წინა საარჩევნოდ ქართულ პოლიციას აქციაზე ქიმიური იარაღის გამოყენება დააბრალა, ხოლო როდესაც პასუხი მოსთხოვეს, დაიმალა. მოგესალმებით, ქალბატონო რედაქტორო. რა კარგია აქ რომ მოვხდი. მსხვილი პარტიის ლიდერი ამ სტუდიაში ბოლოს მხოლოდ წელიწად ნახევრის წინ დამპატიჟეს. უკაცრავად ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ არაერთ გზის მოგიწვიეთ ამ სტუდიაში. სათანადო მიმოწერაც არსებობს თქვენს პრესსამსახურთან და მუდამ უარი იყო. 2026 წლის იანვრამდე მოპატიჟება არ ყოფილა. არც კი მიშვებდით ამ შენობაში. შეურაცხყოფაც კი მომაყენეთ. მეც და ჩემს ოჯახსაც. ჩვენ მოგაყენეთ შეურაცხყოფა. ბოდიში, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. სწორედ ამ სტუდიაში ითქვა, რომ ჩემი შვილები არ მელაპარაკებიან, არადა ისინი ჩემთან ცხოვრობენ. ჩვენს წამყვანს მსგავსი არაფერი უთქვამს. ნებისმიერ შემთხვევაში პირადი წყენა არ მაქვს, მაგრამ ტყუილების ეს ქარხანა მაინც დაიხურება. ჩვენ გავაუქმებთ ცრუ ამბების სამსახურს და შემდეგ ახალს შევქმნით. უნგრეთის კონსტიტუციით საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმება მთავრობას არ შეუძლია. თუმცა ეს წვრილმანია. ვინ უყურებს ძველ კანონებს? უფრო საინტერესოა, როგორი იქნება ახალი უნგრეთის მიუკერძოებელი ტელევიზია. ეს დაანონსდა, რომ ისინი აპირებენ მათ შორის LGBT პროპაგანდისტის ტელევიზიის შექმნასაც კი, რაც ძალიან სამწუხაროა და როგორც ჩანს, ის მოლოდინები, რომლებიც ჰქონდა ევრობიუროკრატიას უნგრეთთან მიმართებაში, გარკვეულწილად მაინც შესრულდება. Here it is. აგერ ბატონებო, უნგრეთში პირველი LGBTQ ტელეარხი გაიხსნება.
ოჩაღ ბიჭებო, როგორი პროგრესია. სტატიაში ვკითხულობთ. ევროსასამართლოს მიერ გეი პროპაგანდის კანონის გაუქმების მეორე დღესვე უნგრეთის მარეგულირებელში LGBT ტელეარხის გახსნაზე მოთხოვნა შევიდა. და ეს ბიჭები არ გაჩერდებიან, სანამ რასაც მოისურვებენ, არ გააკეთებენ. თქვენ კი ტაშის დაკვრას მოგთხოვენ, თანაც ისე, რომ ენთუზიაზმი გეტყობოდეთ. And you have to enthusiastically შეიძლება იქამდეც წავიდეს, როგორც ვთქვათ, ფუტურისტულ ნაწარმოებებშია, რომ რომელ ტელეარხს უყურო. უკვე ამის ჩანასახები არის, რომ რას არ უნდა გაეცნო სოციალურ ქსელში. ამის წინაპირობები უკვე მკაფიოა და თუ ეს დაუშვეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებმა, ძალიან სავალალო შედეგებს მიიღებენ. უნგრეთის ამბავი რა გასაკვირია, როდესაც ბრიუსელის რადიო თავისუფლება LGBT პროპაგანდას რახანია ქართულ ინტერნეტ არხებზე აწარმოებს. მათ შორის ტრანსგენდერების მიერ შვილის აყვანის უფლებასაც ლობირებს. სურდა რომ ყოფილიყავი დედა, რასაკვირველია, როგორც მამის ამპლუაში ჩემი თავი არ წარმომედგინა არაფრით. თავიდან მჯეროდა რომ მეც შევძლებ დაორსულებას და ბავშვის ყოლას, თუმცა როცა გავიზარდე და გავაცნობიერე ის, რომ ჩემი ბუნება და ბიოლოგიური მოცემულობა არ მაძლევს მაგის საშუალებას, გარკვეული იმედგაცრუება მქონდა. ამ საკითხთან მიმართებაში ნაბიჯ არის სამუშაო და ნელ-ნელა უნდა მიეჩვიოს ხალხი ამ ყველაფერს. მე მაინტერესებს რა ერთსქესიანთა ოჯახებს უფლებას რო აძლევენ ბავშვის აყვანის. იმ ბავშვს უფლება არა აქვს, არანაირი. ის რო გაიზრდება და რო დაინახავს რომ ორივე მამა ყავს ან ორივე დედა ყავს, იმას არ ეკითხები, უნდა და რომ ეგრე ყოფილიყო და რო გამოიხედავს და ყველას დედა ყავს, მამა ყავს და ამას ღმერთმა იცის რა. ხო? იმას უფლება არა აქვს. ნელ-ნელა აჩვევენ ხალხს ერთნაირ სქესიანთა ქორწინებას ნაცტელეარხებიც. არსებობს საზოგადოების რაღაც ნაწილში ინფანტილური გაღიზიანება. პრაიდი არ შემიძლია. ეს კაცები დრო გთხოვდებიან, აი ხო რაღაცა ზერელე დეჰუმანიზაციის გაღიზიანება, მაგრამ ხო შეხვედრია ასეთი. ვინ ათხოვებს მაგათ, ვინ ეხო? რომ არა 2012-ში ნაცმოძრაობის რეჟიმის კრახი, საქართველოს LGBT თემის ინტეგრაციით ევროპაში დღეს ალბათ მოწინავე იქნებოდა. საქართველოს ატარებს თავის პოლიტიკას გამომდინარე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებიდან, საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ყველაფერი კარნახობს ჩვენს ხელისუფლებას, რომ LGBT თემატიკა არის პირდაპირ მტერი, რომელიც ურტყავს როგორც ქვეყნის შექმნის ბიბლიურ საწყისებს, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ქალი და კაცი ქმნის ოჯახს, ასევე საფრთხეს უქმნის ჩვენი ახალგაზრდების აღზრდას. მეორე საკითხია, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების უფლებას მას არ აძლევენ, უწყობენ გადატრიალებებს, ასანქცირებენ, უტეხავენ რეპუტაციას. ევროკავშირი თვითონ აღარ იცის რასაც. ევროკავშირის იმპერატიული მოთხოვნა არის LGBT პროპაგანდის დაშვება მოზარდებში და ბავშვებში. იმპერატიული მოთხოვნა. ამ იმპერატიული მოთხოვნის ფონზე იმის თქვა, რომ არავის არაფერს არ აძალებს, სისულაზე უფრო მეტად გამოიყურება. თუმცა სასაცილო მაინც ვერ ხდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბოროტებაა, რასაც ისინი ითხოვენ. ეს ბრძოლა მიმდინარეობს სწორედ იმისათვის, რომ დაასუსტონ ოჯახური ღირებულებები, დაასუსტონ ოჯახის ინსტიტუტი, რაზეც დგას რეალურად საბოლოო ჯამში ქვეყანა და სახელმწიფო და ეს ბრძოლა არ შეჩერდება, იმიტომ რომ მათ სურთ დაასუსტონ ის მოშალონ ის საადენები, რაზეც დგას ქართული სახელმწიფო და რაც რეალურად ხელს უშლის მათ საკუთარი ბოროტი მიზნების მიღწევაში. თუმცა საქართველოს არც უნგრეთია და არც პოლონეთი, სადაც კათოლიციზმმა ისედაც კარგახანია დაუთმო deep state-ს პოზიციები. ამ შემთხვევაში ერი და ბერი, ანუ საერო ხელისუფალნი და ეკლესია ერთსულოვანი არიან და თავდასხმები, რომლებიც მომდინარეობს ფსევდოლიბერალებისგან, მათ არ ქვიათ ლიბერალები, ესენი ფსევდოლიბერალები არიან, ზუსტად აჩვენებს რა მზაკრული დღის წესრიგი აქვს ევროკრატიას და მათ უგვანო ნაც ოპოზიციონერებს საქართველოში. რაც კიდევ უფრო გააგრძელებენ შეტევებს მით უარესი მათთვის. უწმიდესის
დაკრძალვის დღეებზეც კიდევ ერთხელ გამოჩნდა რა ღირებულებებზე დგას ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, არ საქართველოს პარლამენტი და არ საქართველოს მთავრობა არ აპირებს შეცვალოს კანონმდებლობა, ან ამ ნაწილში დავიხიოთ უკან. ჩვენ ბოლომდე გავაგრძელებთ ბრძოლა ჩვენი ღირებულებებისთვის, იმისათვის რომ დავისვათ ჩვენი მამული, ენა, სარწმუნოება. კიდევ ერთი მართლმადიდებელი ქვეყანა ბულგარეთი, როგორც ჩანს, ჯერ ასევე განაგრძობს ეროვნული ფასეულობების შესანარჩუნებლად ბრძოლას. სანამ ბრიუსელი მთლიანად უნგრეთის არჩევნებზე იყო გადართული, ბულგარეთში სუვერენული პოლიტიკის მომხრე პარტიამ გაიმარჯვა, თანაც საკონსტიტუციო უმრავლესობით. ჩათვალა, რომ უფრო მნიშვნელოვანია მიუხედავად უნგრეთს, ვინმე ბულგარეთს და ეს დარტყმა, როგორც იტყვიან, კრივში გაუშვა. უნგრეთი იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვინმე ბულგარეთი. We lack true freedom. ჩვენ წაგვართვეს თავისუფლება, სანაცვლოდ კი მოგვცეს ევროკავშირის, ევროზონისა და ნატოს წევრობა. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ქაღალდზეა. ჩვენ არც თანასწორნი ვართ ევროპული ქვეყნების და არც თავისუფალი. ამიტომ თავიდან უნდა მოვიპოვოთ თავისუფლება. ბულგარეთში არჩევნებს წინ მასობრივი გამოსვლები უძღოდა. სახალხო პროტესტი ბრიუსელის მიერ ბულგარეთის უკრაინიზაციამ და სუვერენიტეტის გაუქმებამ გამოიწვია. პროტესტის სიმბოლოდ ვარდისფერი ღორი იქცა, რომელიც ბრიუსელის მარიონეტ მთავრობას ასახიერებდა. They really hope to scare you. They really hope to intimidate you. ბრიუსელის ჩინოსნები გვემუქრებიან, რომ დაფინანსებას შეგვიჩერებენ. ისინი ჩვენს თავისუფლებას ყიდულობენ, მაგრამ ჩვენ არ მოვითმენთ ღორების მმართველობას. სახალხო პროტესტის ზეწოლით ბულგარეთის პარლამენტმა სკოლებში LGBT პროპაგანდის ამკრძალველი კანონიც მიიღო და როგორც ჩანს, ბრიუსელის აღშფოთება ამას ვეღარ უშველის. სამაგიეროდ კიდევ ერთი მართლმადიდებელი ქვეყანა, საბერძნეთი, ბრიუსელის ზეწოლის ქვეშ გადყდა. ჩვენ ნახეთ სამწუხაროდ არაერთი ქვეყანა, რომელიც გატეხეს, განსაკუთრებით ალბათ ყველაზე მძიმე იყო ტრადიციული უძველესი ქრისტიანული საბერძნეთის შემთხვევა, როდესაც ბრიუსელმა მოახერხა და საბერძნეთში დაკანონდა ერთნაირსქესიანთა ქორწინება და ერთნაირსქესიანთა წყვილებისთვის გახდა დასაშვები ბავშვის აყვანაც კი. თუმცა გაღვიძება საბერძნეთის პოლიტიკურ წრეებშიც სახეზეა და ახალგაზრდა პოლიტიკოსთა თამამი ხმებიც სულ უფრო ხშირად გაისმის, მათ შორის ევროპარლამენტშიც. ბრიუსელის LGBT დღის წესრიგი ანგრევს ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს. ბრიუსელი თავს ახობს ბავშვებს თავის ლიბერალურ გენდერულ ფილოსოფიას. ეს კი ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას ანგრევს. ამ ფონზე ცინიკურად გაიჟღერა ამ დღეებში საბერძნეთში მყოფი ემანუელ მაკრონის მოწოდებამ, რომ მთავრობამ ბავშვთა უფლებები სოციალურ ქსელებში უნდა დაიცვას. To protect our democracy. What we want to do. უნდა დავიცვათ ჩვენი დემოკრატია. სოციალურ ქსელებში ჩვენს ახალგაზრდებზე, თინეიჯერებზე ფეიქ ნიუსებით მიდის ზეწოლა ევროკავშირის შესახებ. ამიტომ უნდა ვაკონტროლოთ სოციალური ქსელები. ანუ თუ ბრიუსელის ცენზურას მისი კრიტიკა მაინც დაუსხლტა, საბერძნეთმა ისიც უნდა დაბლოკოს და ამას თურმე დემოკრატიის დაცვა ჰქვია. Absolutely agree with Emmanuel. Two areas. სრულად ვეთანხმები ემანუელს. ჩვენი უმთავრესი ფოკუსი ბავშვების, ასევე თინეიჯერების ფეიქ ნიუსებისგან დაცვა უნდა იყოს. თუმცა ასეთივე დაცვა მთლიან საზოგადოებას სჭირდება. ამერიკის კონგრესმა, ესეთი ერთ-ერთი უმაღლესმა მამხილებელმა თქვა, რომ ევროკომისია ჩაერია ევროკავშირის ქვეყნების 6 ქვეყნის არჩევნებში. და ასევე ცენზურები დააწესა ონლაინ პლატფორმებზე და სოცქსელებზე, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკომისიის კრიტიკა თურმე არ შეიძლება. Again, it's one of those gambits. სხვანაირად სისტემა ჩამოეშლებათ, რადგან ამ ევროლიდერების რეიტინგი ფსკერზეა. ყველაზე დაბალი მათ შორის მაკრონს აქვს 17%. თუმცა ვითარება ევროპაში იმდენად მძიმეა, რომ დარწმუნებული ვარ, ეს ციფრიც გაბერილია. იმისთვის, რომ ძალაუფლება როგორმე შეინარჩუნოს, ევრობიუროკრატია ქვეყნებს თაფლკვერითა და მათრახით, ფულითა და სანქციებით მართავს. მაგრამ ეს დიდხანს ვერ გასტანს და ევროკავშირი საბოლოოდ საბჭოთა კავშირის მსგავს სისტემად იქცევა. ამიტომ სანამ საქართველო არ არის აი ამ გაუკუღმართებულ პოლიტიკაზე აგებული ევროკავშირის წევრი, მას ჯერ კიდევ აქვს უფლება შეეწინააღმდეგოს ბრიუსელის აი ამ ანტიდემოკრატიულ, ანტიადამიანურ მიდგომებს. ამიტომ ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი ღირსებით, ტრადიციებით და სუვერენიტეტით არავინ გველოდება ევროკავშირში, არამედ მათ სურთ სწორედ დემორალიზებული ქვეყნები, დემორალიზებული ერები, რომელსაც ეს ძირითადი საყრდენი ექნება მოშლილი. What makes
ევროკავშირი დაშლის გზას ადგას და ეს ბრიუსელშიც ესმით. ამიტომ არ არის გამორიცხული საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადონ. მიზეზად კი რომელიმე ომს გამოიყენებენ. რაღაც ორუელის მსგავს დისტოპიურ რეალობას შექმნიან ხალხის დასათრგუნად. აშკარაა, რომ ამ ფონზე საქართველოს დამოუკიდებლობის სწორ გზას ადგას. არ ერევა სხვის კონფლიქტებში, არ ყიდის ფულზე თავისუფლებას და არც ერთ კავშირს არ ეთმასნება. პირიქით, მშვიდობიანი განვითარებით მიზიდულობის ცენტრად თავად ყალიბდება. ელოდება ევროპის თვითგამორკვევას, თუმცა აღმოსავლეთშიც აფართოებს თანამშრომლობას.